2016 წლის 6 ოქტომბერს ულამაზესი მაკას ცხოვრება მანამდე და შემდეგზე გაიღო. იმ საბედისწერო დღეს ის სასწრაფო დახმარების მანქანის ქვეშ მოყვა. დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ექიმებმა შედეგების დანახვისას მხოლოდ ხერები აწიეს. მედიცინა უძლურია, მხოლოდ ლოცვა ღარჩება. სასწაული მოხდა, გოგონა გადარჩა. ტრეპანაციის შემდეგ მისი თავის ქალის მხოლოდ ნახევარი დარჩა. მას შემდეგ აწუხებს ძლიერი თავის ტკივილი. მაგრამ როგორ უნდა დაეხმარო საბრალო დედა, თუ კი ფული არ აქვს გამაყუჩებელი საშუალებებისთვისაც კი. ლიანა უკვე 20 წელია მძიმედ დაავადებულ ძმისშვილსაც სუვლის. ნათიას დაბადებიდან დაზიანებული აქვს თავის ტვინი, უჭირს სიარული, ხელები პარალიზებული აქვს. მისმა დედამ ვერ შეძლო გამკლავება და შვილი ლიანას დაუტოვა. ნახეთ ამ საბრალოებს, დაშლილ საწოლებს ესწინავთ. ოჯახი საშინელ სიღარიბეში ცხოვრობს, ნათიასა და მაკას ინვალიდობის პენსიით. დედას მთელი უბნის მაღაზიების ვალი აქვს. სოციალური სასადილო რომ არ იყოს, ისინი დიდი ხნის წინ შიმშილით დაიღუპებოდნენ. ლიანა თავადაც შაქრიანი დიაბეტით და ტოქსიკური ჩიყვით იტანჯება, მაგრამ საკუთარ ჯანმრთელობაზე ფულის დახარჯვის საშუალება არ აქვს. მაგრამ მთავარი პრობლემა გასქურაა. ის ძალიან ძველია და გაზის გაჟონვის საშიშროება არსებობს. მეგობრებო, ხომ არ დატოვებთ გასაჭირში ქალს, რომელსაც ორი მძიმედ დაავადებული შვილი ჰყავს. გოგონებს სჭირდებათ პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები და საწოლები, მაგრამ ყველაზე მთავარი ახლა გასქურაა, რათა თავიდან ავიცილოთ ტრაგედია. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.